დიდი პასუხისმგებლობა და სიხარული ტრადიცია გრძელდება. ილია მეორის შემდეგ ყველა მესამე და შემდეგ შვილს შიო მესამე მონათლავს. უკვე გადაწყდა, რომ საქართველოს ეკლესიაში ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლები კათოლიკოს პატრიარქები იქნებიან და ეს ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ არ შეწყდება. საყოველთაო ნათლობა 7 ივნისს ჩატარდება და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამისთვის ეს პირველი იქნება. ნანუკა თინიკაშვილი გიამბობთ. ჩემთვის პატრიარქის ნათლობა არის ძალიან დიდი ბედნიერება, ძალიან ვამოყობ რომ ვარ. ნატალი ჩიქოვანთან ერთად სიამაყისა და ბედნიერების განცდა 50,000-ზე მეტ ბავშვს აერთიანებს. იყო უწმინდესის ნათლული, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. საყოველთაო ნათლობა წლების განმავლობაში თაობათა უწყვეტობისა და ერის გამთლიანების სიმბოლოდ იქცა. ჩემს პატივია რომ ვარ ილია მეორის ნათლული. ძალიან გული მწყდება ასე რომ გარდაიცვალა, მაგრამ მე დღემდე გრძნობ მის ძალას. ძალიან მიხარია რომ ეს ტრადიცია გრძელდება. ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვების საყოველთაო ნათლობის ტრადიცია დაამკვიდრა. ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელებაზე ბევრი კითხვა გაჩნდა. უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ ოჯახის სიწმინდის დღეს დაადასტურა, რომ მრავალწლიანი ტრადიცია შენარჩუნდება. გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის მონაწილეობით საყოველთაო ნათლობა პირველად ტარდება. ამ დღისთვის, რომელსაც დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს, მღვდელმსახურები განსაკუთრებულად ემზადებიან. განსაკუთრებულად ველოდებით ახლა ამ დღეს, პირველ მსახურება უნდა ჩატარდეს, მისმა უწმინდესობამ პირველად უნდა მიიღოს მონაწილეობა თავის ნათლულების დალოცვაში. პატრიარქის ნათლობა ჩატარდება 7 ივნისს, ნათლობები დაიწყება 5 საათზე და ეს გაგრძელდება ეტაპებად და 8 საათზე მისი უწმინდესობა მობრძანდება მერე სამი საკოტაძეში და მერე თვითონ დალოცავს ყველა მის ნათლს. ეს მხოლოდ ლამაზი ტრადიცია არ არის, აქ ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა სწორედ იმ სიყვარულით, რაც სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ გააჩნდათ ადამიანებს და მადლობა აღმოს, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. 620 ბავშვია რეგისტრირებული და ისინი შეემატებიან პატრიარქის ნათლულთა რიგს. ტრადიციას, რომელმაც 10,000-ობით ბავშვი ერთ დიდ ოჯახად აქცია, ტრადიციის ფუძემდებლის ღირსეული მემკვიდრე იმავე მისიით განაგრძობს.